28 ნოემბერი საკრალური თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთხელ გააერთიანებს ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებს. სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად სწორედ ამ დღეს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბებიან კულტურისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, ახლა პოეტები, მწერლები, მუსიკოსები, მთარგმნელები და ილუსტრატორები არიან გაერთიანებული იმ კონკრეტული იდეის გარშემო, რომ აუცილებელია ამ სფეროებმაც საკუთარი მტკიცე პოზიცია დააფიქსირონ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს 28 ნოემბერს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არის აბსოლუტურად აცდენილი დასავლურ დემოკრატიულ სტანდარტებს, ამიტომ მარშით გადაინაცვლებენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად და მკაფი ოპოზიციას დააფიქსირებენ, იტყვიან კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანი არის ევროპა და რომ ამას არ აპატიებენ ამ კურსის შეცვლას არც ქართულ ოცნებას და არც სხვა რომელიმე ჯგუფს, რომელიც ამას მოინდომებს. 2025 წლის 28 ნოემბერს 19 საათზე ქართული საზოგადოება, პროტესტში ჩართული ქართული საზოგადოება ვიკრიბებით უნივერსიტეტის წინ, იმისათვის რომ გამოვხატოთ პროტესტი საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის წინააღმდეგ. მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს ინტეგრაცია ცივილურ სამყაროში, გამოვიდეს და გააპროტესტოს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თქმა უნდა უარყოფითი კუთხით უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, თანასწორობა, მისაწვდომობა, ხო, კულტურის თუ განათლების, აი ამ ყველაფრის საფუძველი არის სწორედ სწორი გეზი და ამ ღირებულებების დაცვისკენ სწრაფვა და ამ ღირებულებების დაცვის ერთადერთი მექანიზმი დღესდღეობით დღევანდელ საერთაშორისო კონტექსტში სწორედ ევროკავშირის გეზია. დასაწყისშივე თუ არ გამოვედით საზოგადოება და არ უთხარით ივანიშვილის რეჟიმს, რომ ასე არ გამოვა, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ის მუხლი ეს იყო სწორედ ასახვა იმ მრავალწლიანი და მრავალსაუკუნოვრივი ბრძოლისა ქართველი ერის, რომ ქონოდა უკეთესი მომავალი. ამიტომ 28 ნოემბერს ჩვენ ვერთიანდებით ყველა ადამიანი და მათ შორის ისეთი ჯგუფები, როგორც არის კულტურის ჯგუფი, პროტესტში ჩართული ლექტორები, სტუდენტები, მოქალაქეები. არის დღეები, განსაკუთრებული დღეები, როდესაც მთელი საქართველო ერთიანდება და ესეთი არის 28 ნოემბერი. აუცილებლად დადგება ქართული ხალხი ისევ ერთად, როგორც დგას ხოლმე ესეთ განსაკუთრებულ დღეებში, იმისთვის რომ შეუერთდეს ჩვენსავით პატარა ქვეყნების აი ჯაჭვს, რომელიც აუცილებლად მივა თავის ნათელი მომავლისკენ. 28 ნოემბერს გაიმართება რამდენიმე მარში ერთმანეთის პარალელურად. ერთ-ერთი ის მარშრუტი უკვე ცნობილია. კულტურის სფეროს წარმომადგენლები და აგრეთვე სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ. საბოლოო ჯამში ყველა მარშის მთავარი შეერთების წერტილი იქნება დედაქალაქის მთავარი გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ასევე კიდევ ერთხელ ამ ფორმით სწორედ 28 ნოემბერს, რომელიც არის სიმბოლური თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეტყვიან ისინი ქართულ ოცნებას, რომ ბრძოლა არის უკომპრომისო და რომ ის გრძელდება ბოლომდე და ეს ადამიანები ამ ბრძოლას მიიყვანენ გამარჯვებამდე.